Სავიზო შეზღუდვა ისევ დიპლომატიური პასპორტებისთვის ქართული ოცნებისათვის Deep State-ის ყველა სვლა გაშიფრულია. უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ხანგრძლივი და ხმამაღალი მუქარების ფონზე იმ ზომების გამოცხადება, რამაც საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა ვერ იქონია, ბრიუსელის მძიმე რეალობას კიდევ ერთხელ აჩვენებს. მარიამ ბუღაძის სიუჟეტი. ბრიუსელი პოლიტიკური თამაშის წესებს არ ცვლის და გეგმის სისრულეში მოსაყვანად ისევ ცდილობს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დააშანტაჟოს. ხელოვნური პროტესტის მისაღწევად ამჯერადაც უვიზო რეჟიმის საკითხი გამოიყენეს. ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტის აბსურდულობაზე ისიც მეტყველებს, რომ მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება მათ გასული წლის 27 იანვარს უკვე მიღებული აქვთ. ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუ კი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომადევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს. აბსურდულობის კიდევ ერთი ნიშანი ის არის, რომ მაგალითად თუ კი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზოდ მიმოსვლის ერთხელ უკვე შეჩერებამ ვერ იქონია გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, State-ის წარმომადგენლები რატომ ფიქრობენ, რომ მეორედ ამის გაკეთება, ან მაგალითად დანიაში იგივე მექანიზმის ამოქმედება გარდამტეხი იქნება. Deep State-ის საერთაშორისო ნორმების დარღვევით დასუსტებული ევროპისა და უსიტყვოდ მორჩილი ბიუროკრატების ხელით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს. თუმცა ქვეყნის ეროვნული ინტერესები პოლიტიკური წნეხის საგანი ვერ გახდება. ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ Deep State-მა, რომელმაც მთელი ევროპა უფსკრულის პირას მიიყვანა, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერი მოუხერხა. იმაზე, რომ ევროპა ძალიან რთულ ღირებულებით კრიზისშია, უკონტროლო მიგრაციასა და თავსმოხვეულ აბსურდულ იდეოლოგიას ვერ უმკლავდება დონალდ ტრამპისა და JD Vance-ის შეფასებებიც გმარა. დიპლომატიის რანგის მქონე ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარტივებულად უვიზოდ გადაადგილდებიან. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ Deep State-მა საერთაშორისო ხელშეკრულებები და ელემენტარული ლოგიკა არაფრად ჩააგდო. მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გავლენაც ქართულ ოცნებაზე ნულოვანია. ეს ყველაფერი კი ერთადერთ რამეზე მეტყველებს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ წარმატებულად ითამაშა. Deep State-ის ყველანაირი ხლიკი წინას არ გათვალა. პრევენციული ქმედებებიც განახორციელა და არსენალში მხოლოდ ისეთი სვლები დაუტოვა, რომლებიც ან უშედეგოა, ან მათივე ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. საკუთარი პატრონების გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან ქართველი მარიონეტები. ბრიუსელის მანიპულაციური ნაბიჯები მათთვის გამართლებულია. ეს გადაწყვეტილება ყოველწლიურად ლოგიკური და მოსალოდნელი. სამართლიანი გადაწყვეტილება არის იქიდან გამომდინარე, რომ უთხრიან ძირს დემოკრატია. შანტაჟის ახალ ეპიზოდს ქართულ ხალხსა და მმართველ გუნდზე გავლენა არც ამჯერად მოუხდენია. ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად თბილისი ბრიუსელთან თანაბარ უფლებიანი დიალოგისთვის მზადაა. არ არსებობს ეწოლის მექანიზმი, რითიც საქართველოს ხელისუფლებას აიძულებენ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ხოლო რაც მოდის როგორც საქართველოს ინტერესების, ასევე ევროპელი მოქალაქეების ინტერესებში, ჩვენ ასეთ საერთო ინტერესებზე ჩვენ მზად ვართ ბუნებრივია დიალოგისთვის. ეს გადაწყვეტილება ცოტა მაფიქრებინებს, რომ უკვე ქმედუუნაროა ევრობიუროკრატია, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ. ვერანაირი ვიზის შეფერხება ვერ გვაიძულებს, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს. დასუსტებული ბრიუსელის მორიგ პროვოკაციულ ქმედებას თბილისმა ამჯერადაც პრინციპული პოზიციით უპასუხა. როცა სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის უსაფრთხოება და ქართველი ხალხის კეთილდღეობა, გამარტივებული გზით მოგზაურობა და დიპლომატიური პასპორტები თავის მნიშვნელობას კარგავს.